ყველა მართლმადიდებლური ეკლესიის მსგავსად წირვა მიმდინარეობს ქაშვეთის ტაძარში, სადაც მსვლელობაში მონაწილე ადამიანები უკვე თანდათანობით იკრებებიან. საზეიმო მსვლელობას ჩვენი რამდენიმე გადამღები ჯგუფი გააშუქებს. ახლა კი ქაშვეთის ტაძრიდან სალომე ქოქიაშვილს ჩავრთავთ პირდაპირ ეთერში. სალომე, მოგესალმებით. როგორც ხედავთ კადრში, უკვე მოქალაქეებმა დაიწყეს შეკრება. კი, მოქალაქეები დილიდან იკრებებიან, უნდა ვთქვათ, რომ დღეს დილით ადრე დაიწყო ქაშვეთის ტაძარში ღვთისმსახურება, რის შემდეგაც უკვე ზუსტად 11 საათისთვის არა მხოლოდ ქაშვეთის ტაძარში, არამედ რუსთაველზე შეკრებილი მრევლი დაიძრება საზეიმო მსვლელობით უკვე სამების საკათედრო ტაძრისკენ. მსვლელობით დღევანდელი დღესასწაულის ფარგლებში, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ და ეს მსვლელობაც მივა სამების საკათედრო ტაძრამდე, რომელიც სწორედ განსვენებული პატრიარქის ლოცვა კურთხევითა და მისი ინიციატივით აშენდა. თავის დროზე 2014 წელს, როდესაც პირველად გამოცხადდა ეს დღე ოჯახის სიწმინდისა და სიწმინდის დღედ, ეს იყო ახალი ინიციატივა, თუმცა წლების განმავლობაში 17 მაისის ამ ფორმით აღნიშნა იქცა ქართული ყოფა-ცხოვრების განუყოფელ ტრადიციად. სხვა შორის ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ მსვლელობაზე, რომელიც ამ ტრადიციის ფარგლებში მიდის სწორედ სამების ტაძრამდე, შეგვიძლია გავხსენოთ ერთი საინტერესო ისტორია, რომელიც ცოტა ხნის წინ მოამბეს უამბო პატრიარქის ერთ-ერთმა მეგობარმა, განსვენებული პატრიარქის ერთ-ერთმა მეგობარმა და ის იხსენებდა იმ პერიოდს, როდესაც შენდებოდა სამების საკათედრო ტაძარი და მიმდინარეობდა პროექტის შერჩევა. მაშინ სპეციალისტთა ერთი ნაწილი თვლიდა, რომ სამების საკათედრო ტაძრის პროექტში გარკვეული დეტალები უკეთესი იქნებოდა შეცვლილიყო, ვინაიდან ისინი არ იყო მაინცსა და მაინც ტრადიციული ქართული არქიტექტურისთვის, რასაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს უწმინდესა და უნეტარეს ილია მეორეს ჰქონდა ასეთი პასუხი, თუ კი არ დავნერგავთ, ტრადიციაც არ იქნება. შესაბამისად, ეს სიტყვები ალბათ ყველაზე უკეთს წარმოაჩენს მათ შორის მის დამოკიდებულებას ახალი ტრადიციების, ახალი ინიციატივების შექმნისად და მას შემდგომ ჩვენ პრინციპში ბევრი ტრადიცია დაგვიტოვა განსვენებულმა პატრიარქმა, მაგალითად ალბათ ეს არის შვილთა საყოველთაო ნაცვლობა, ალბათ ვეღარავის ვეღარ წარმოუდგენია შობის აღნიშვნა სახლის სარკმლებში დანთებული სანთლების გარეშე და სწორედ ასეთი დღე არის მის მიერ დადგენილი ტრადიციად იქცა 17 მაისიც, რომელიც ყოველწლიურად უკვე ათასობით ადამიანს უყრის ქუჩებში თავს და ყოველ წელს ძალიან დასამახსოვრებელ კადრებს გვიტოვებს, როგორ მიუყვება უამრავი ადამიანი საზეიმო მსვლელობით ქუჩებს, არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში. დღეს რა თქმა უნდა უამრავი ადამიანი არის უკვე შეკრებილი ქაშვეთის ტაძართან. თქვენ აქ ნახავთ ოჯახებს, მრავალშვილიან ოჯახებს, მშობლებს და შვილებს, თაობებით არიან ოჯახები მოსულები. ნახავთ ადამიანებს, რომლებსაც მოსაუთ ეროვნული სამოსი და პრინციპში, როდესაც ვსვავთ შეკითხვას, რა არის მათი მთავარი სათქმელი, როდესაც ისინი სამების საკათედრო ტაძრამდე მსვლელობაში ებებიან სწორედ ქაშვეთიდან, თითქმის ყველა მათგანი ამბობს, რომ ეს არის მათთვის საქართველოს ქართული ფასეულობების, ქართული ტრადიციების და საქართველოს ერთიანობის დღე. ეს დღე ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი გახდა და პატრიარქმა ილია მეორემ, როგორც მას რჩევოდა ყოველთვის ბრძნულად განსაზღვრა ის მთავარი პრობლემა, რაც იდგა და ეს პრობლემა იყო რაღაც ფასეულობათა აღრევა და კიდევ ერთხელ თითქოს ზოგი ამბობს, რომ რა საჭიროა ამის პედალირება და ამაზე აქცენტი, მაგრამ დიახაც საჭიროა, იმიტომ რომ ყველას უნდა ახსოვდეს და ყოველ წელს თუნდაც ერთხელ განსაკუთრებული ზეიმურობით უნდა აღნიშნოთ ის მთავარი საყრდენები, რაც ოჯახში იბადება, ოჯახში იქმნება და საიდანაც გამოდის საზოგადოების ნებისმიერი წევრი. ეს ჩვენი ცხოვრება არის, როგორც ოჯახებიდან მოვდივართ სულ ყველა ოდითგანვე, როგორც ოჯახის სიწმინდე, ესე იქნება თავისთავად ხდება ესე, იმიტომ რომ ოჯახებიდან მოდის სიყვარული ადამიანებში და მერე გარეთ იფრქვევა ყველასთან ერთად. ოჯახია საქართველო და ჩვენ მთელი გულდასრულით მოვედით ოჯახის დაცვის დღეს, ულოცავთ მთლიანად საქართველოს და აი ჩვენ ქართული ცეკვის მოცეკვავეები ყავს დღეს აი აქ, ძალიან უამრავი ბავშვი მოვა დღეს და ანსამბლი შავნაბადი თავართ, შავნაბადა ქვია ჩვენ ანსამბლს და მოვედით, რომ ჩვენ ერთად უნდა შევიკრათ, ერთ მუშტად შეკრულნა ვიყოთ
ესე ვიცავთ ოჯახს და ღმერთმა დალოცოს სულიად საქართველოს. საქართველოსთვის მნიშვნელოვანი არის ეს დღე, როგორც საქართველოს ერთად იყო ყოველთვის შეკრული, ასე უნდა დარჩეს ჩემი აზრით მუდამ და არასდროს არ უნდა დაიყოს საქართველოს. დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და ერთმუშტად უნდა ვიყოთ შეკრებილი. მთლიანი საქართველო უნდა ვიყოთ აქ, რადგან არის ოჯახის სიწმინდის დღე და მთლიანი საქართველოს შევიკრიფებთ იმისთვის, რომ ქაშვეთის ეკლესიიდან დავიძრა და სამების ეკლესიამდე ავიდეთ. დღევანდელი დღე გამოირჩევა იმით, რომ რომელმა პატრიარქმაც დააწესა ოჯახის სიწმინდის დღე აღარ უყვებს სამწუხაროდ და ახალი პატრიარქი გაუძღვება ჩვენ ერს წინ სამებისკენ. ულოცავს სრულიად საქართველოს და უფალი ფარავდეს. გითხარით დაახლოებით 11 საათისთვის აქ შეკრებილი მრევლი უამრავი ადამიანი, რომელიც ახლა იმყოფება რუსთაველის გამზირზე ქაშვეთის ტაძართან, საზეიმო მსვლელობით გაემართება სამების საკათედრო ტაძრისკენ. აქ მოსული ადამიანები ამბობენ, რომ ეს არის დემონსტრირება იმ გზისა, რომელიც საქართველოს აერჩია საუკუნეების წინ, დემონსტრირება იმისა, რომ ქვეყანა დგას ტრადიციულ მართლმადიდებლურ ქართულ ფასეულობებზე და ამავდროულად დემონსტრირება იმისა, რომ მილია მეორის მრევლი აგრძელებს მის გზას. ამ გზას გაივლიან აქ შეკრებილი ადამიანები სამების საკათედრო ტაძრამდე, სადაც პირველ საპატრიარქო წირვას უკვე ახლად უკურთხეული პატრიარქი შიო მესამე აღავლენს და იქ მისულ მრევლს სწორედ ის დაალოცავს.